ბათუმის სპორტის სასახლეში დღეს დაიწყო ტრენინგ სემინარი, რომლის მიზანი აჭარაში ქართული ჭიდაობის მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პროფესიული დაოსტატება. ასევე სპორტული გარემოს გაჯანსაღება და მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. ტრენინგ სემინარი, რომელშიც საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წევრების მონაწილეობენ, მიმართულია აჭარაში მწვრთნელებისა და მსაჯების პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებისკენ, ტექნოლოგიური ინოვაციების დამკვიდრებაზე, ფსიქოლოგიურ მომზადებასა და გამოცდილების გაზიარებაზე. სემინარი გარდა თეორიულისა, პრაქტიკულ ვარჯიშებს და მეცადინეობასაც ითვალისწინებს. მწვრთნელებისა და მსაჯებისათვის ჩატარდება მასტერკლასები. ტრენინგ სემინარი სპორტის სასახლეში 4 დღის მანძილზე გაგრძელდება. წელს უკვე პროგრამა უფრო გავშალეთ, როგორც სამწვრთნელო მიმართულებით, ისე სამსაჯო მიმართულებით. მოწვეული გვყავს ქართული ჭიდაობის სისტემაში ძალიან დიდი გამოცდილების, ავტორიტეტის და კვალიფიკაციის სპეციალისტები. ყველა მუნიციპალიტეტია წარმოდგენილი, ჩვენი მწვრთნელები, მსაჯები, დამწყები მწვრთნელები, დამწყები მსაჯები, მსურველები, მათ შორის ერთი გოგონაა ქობულეთელი ანა ბერიძე, რომელმაც თვითონ გამოთქვა სურვილი. რაც შეეხება ამ სემინარის მოლოდინებს, ეს არის ერთგვარი პლატფორმა, შესაძლებლობა იმის, რომ კიდევ უფრო მეტი გამოცდილება შევსწინოთ ჩვენს სისტემაში დასაქმებულ მწვრთნელებს, მსაჯებს, მომავალ მწვრთნელებს, მსაჯებს.